გამარჯობა, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. აი, აცივდა, ნამდვილი შემოდგომა მოვიდა. სიმარტივე არის ყოველთვის ჩანახში. ჩანახი რაც უფრო მარტივად არის მომზადებული, მით უფრო გემრიელი არის. სპეციალურად მომზადებული მაქვს აი ესეთი ძალიან თხელი ტაფა, რომელშიც მე მოვშუშავ ხორცს, მოვიყვან მცენარეულ ცხიმზე. ამას მოუხრაკავ კარგად, ამას პარალელურად მოუხრაკავ რამოდენიმე ბოსტრეულს, რომ ცოტა უფრო აი ესეთი მდიდრული, ასე ვთქვათ, გემონური თვისებები წამოიღოს. ეს იქნება ბულგარული წიწაკა და ბადრეჯანი მაკლია აქ მე. ბადრეჯანი აკლია ჩემს კრებულს. კი ბატონო, იყოს ერთი ცალი ბადრეჯანი, საკმარისი არის ბულგარული წიწაკა. Pomidori გვაქვს, კანგაცრილი გვაქვს, ნიორი, ხახვი, კარტოფილი, ცხარე წიწაკა, ცოტა თეთრ ღვინოს ვიხმარს, ძალიან მიყვარს ეს ღვინის ტანინი და ხახვიც ასევე. მოდი აქ მეორე ცეცხლს დავანთებ, ძალიან დიდი ნაჭრები უხეშად დავუშვებ ამაში მოსაშუშად ხავს ჩანახში. ჩანახს ეს კარამელიზირებული დაბალ ტემპერატურაზე მომზადებული გემოები უხდება ძალიან ძირფასებო. ეს ახლა თავის საქმეს ამაგეთეთ. ჩვენ ეს უკვე გაგვიცხელდა ეს ტაფა, ამ ტაფაში დავაპატარავებ ცოტა კიდე ცხვრის ნეკნებს და ნაჭრებს. ბებერი თხას არის ძალიან გემრიელი. ბებერი თხას უხდება ძალიან წითელი ღვინო მოსისხლისას. ან მარინაში შეგიძლია ღამე წინაღამით თანამოვამზადეთ სადოთ წითელ ღვინოში, წითელი ღვინო უხდება საოცრად. ძალიან მიყვარს ჩანახი. დედაჩემი ამზადებდა უზრუნოდ გემრიელს. ჩვენთან ოჯახში ყოველთვის მზადდებოდა ხოლმე ჩანახი ბოძბაში ამ პერიოდში. და უკვე ვიცოდით, რომ ბავშვებმა ხო წლის პერიოდი ავიცოდით ხოლმე და ესე კერძებით, ხილით, ბორცნეულით ვიგებით ხოლმე, რომ ეხლა ვარ ამ სეზონზე, ამ პერიოდზე. პირში ხოლმე ჩვენ უკვე ვემზადებოდით. ვიცოდით, რომ მე ნადირობის სეზონი იწყებოდა ოჯახში, იმიტომ რომ ამაში ფანტასტიკური მონადირე იყო. ისიც გადმომეცა იქიდან ეს გემრიელი ხელი, რომ როცა ნადირობდა ამზადებ ამას ტრადიციულად გემრიელდება. ბადრეჯის ტრადიციულად ხანაა გავაკეთებ, ცოტა უფრო დიდ ნაჭრებს გავაკეთებ და აქვე ამ ტაფაშივე მოვიყვან ეს ფანტასტიკური ტაფა მაქვს მე ტრადიციული კერძებით მოსამზადებლად. გონია სულ რომ ძალიან ბევრი ისტორია აქვს გავლილი და ბევრი გემო აქვს ასე ვთქვათ მომზადებული და ასევე ჩვენთან გადმოილოცება. აი ესეთი რაღაცების მგერა ხოლმე და ამას ცოტა უფრო მეტ მოვხალავ, ცოტა უფრო მეტი მუქი ფერი მინდა რომ გქონდეს. სასწრაფოდ ფოტოშორის ჩემი ჩანახის ვერსია იყო პირდაპირ მომზადებული და ორი ვერსია არის ჩანახი, ზოგი ხრაკავს ამას. აი ესე დონეზე მივიყვანეთ ხახვი, ნახეთ. ყურადღება მიაქციეთ ამას. აი ესე მომწვარი არის, სადაც აი თან უმი არის, თან დამწვარი არის და აი ესეთი მძაფრი გემო აქვს, მძაფრი არომატი აქვს ამას. ეს ტაფები მიყვარს, იმიტომ რომ ხელი პირი არის, სტილების ტაფები არის, მოჭიქული არის კარგად, გასული არის და აი ესე ლამაზად გემრიელად ანაწილებს ტემპერატურას თელ ტაფაზე. პარალელურად ცეცხლს დავანთებ და ამ ცეცხლზე მოვიყვან ბულგარულ წიწაკას, ახაც გემრიელს ლამაზად დავუშვებ ჩვენ ბულგარულ წიწაკას, კაცად ხოცი უნდა გაძლიოდეს ამას. არ უნდა რატანას რომ მოიწვება კანს გავაცლით გემრიელად რომ ის იყოს კანი ნაკლებად გქონდეს. მომწიფებული არის და ამას მე ახლა გადმოვიტან ისევ ახეთ.
ეს მოხრაკული მხარეები, რაც ეს გემოვნებისებას მისცემს, უფრო გაამდიდრებს თქვენს ჩანახს. აქ უკვე თავისი ცხიმის გვაქვს. ამ ბადრიჯანს ახლა მოვიყვანთ აქეთ, ამასაც გემრიელად მოვხუშავ. მაყალის საშუალება კი მაქვს, მაგრამ უნდა ვიგვინოთ ახლა ზევისქვევით. მე აქ მაგალითად გიჩვენებ სახში როგორ შეგიძლიათ მომზადოთ, ისეთი რომ არომატული გემრიელი ტონი მისცეთ თქვენ კეთს. აჰა, ეს ციცაკა უკვე მოიშუშა და აი ეს ნახშირის ყვამლის გემო თქვენს ბოსტნეულს გადაეცემა, რაც გაამდიდრებს მერე თქვენს ჩანახს ძვირფასებო. ანუ ბადრიჯანმა აიღო ეს ცხიმი, მოიხრაკა, ცოტა კარამელიზაცია მოხდა ამისი. აი გადავიტანთ ახლა ამას. ამ ცხიმში გადავიტან ახლა მე ამ ხალხს. აჰა. ახლა ნახეთ, აი ეს მიმწვარი მიკროფონი რაც არის, აი ეს პროტეინი, ამაში არის გემოვნებისება შენარჩუნებული და იმისათვის რომ მე ეს გემო ხალხზე გადავიტანო და მე ეს ყველაფერი ბულიონში რო აღმოჩნდეს, ხო? ამიტომ ვთქვამთ ღვინოს, რომელიც ამას ასე ვთქვათ მოხსნის. აგერ ნახეთ, ახლა ყავისფერი დემიგლასის ტიპის ბულიონი გაკეთდება ამაში. ფინალისკენ მივდივართ და ჩვენი ბოსტნეული სახლის პირობებში როგორ შეგვიძლიათ აი ეს ყვამლის გემო მივცეთ. აი ამ ვარიანტს ავაზობ სახლისებო. აქაც წამოდობდა უკვე ჩვენი ძირი. აი ეს რაც ქონდა მიხრუპული, აი ეს ცხიმი და პროტეინი, ანუ ეს თავისი გემოვნებისებები წამოსული არის უკვე ამ სოუსში. ნებისმიერ პარკი თუ არა გაქვს, ციფერპარკი კარგი იმისთვის არის, რომ თავისი ჩამწეთით აქ უკვე ჩვენ ცხლად მოვათავსებთ ჩვენ ბოსტნეულს ამაში, რომ მივიღოთ თერმული შოკი, რაც ამ ჩვენ ბულგარულ ციტაკას ჩახუთავს და მარტივად გავაცლით კანს. ამასაც ჩავამატებთ ცოტა ხანში აკლია ამას ცოტა მოყანა. აგერ ჩვენივრად დადუმდა, შეცქელდა ჩვენი ღვინოც. პრაქტიკულად ვგზნობ უკვე მხოლოდ ტანინის არომატებს, არ ავგზნობ აქ ალკოჰოლს. ამოვთქდა და ეხლა უკვე აი გადავდივართ ჩვენ აწყობის მეთოდზე. აწყობის მეთოდზე გადავდივართ. თიხაში მიყვარს ძალიან, მე ნაკვეთშხალზე უბრალოდ პატარა ექსესი მომივიდა, გამივარდა ხელიდან და გაიბზარა. ამიტომ წავალთ უფრო ღრმა ტრადიციაში, წავალთ უფრო თუნქში მოვამზადებთ დღევანდელ ჩვენ ჩანახს. ვიცით რომ შარშამდელ ჩანახთან განსხვავებული ჩანახი არის და წელს აი ესეთ ვარიანტს შევითავაზებთ. ეხლა ნახეთ რა არის. სახში ხშირ შემთხვევაში როცა მწვანილი მოდის თქვენთან ოჯახში, რას აკეთებთ ხოლმე თქვენ? ხო აი მწვანილი მოვიდა და ამის შეხსენება მიყვარს, იმიტომ რომ მდგრადობა გვაქვს ჩვენ სამზარეულოში, პროდუქტის ფასი, გლეხის შრომა, თვითღირებულება კერძის გემო არის აქ. არომატი არის აქ. ამიტომ იმისათვის რომ გემო მოვიგოთ ჯერ, ჩვენ გვაქვს ძირები. ამ ძირებს ყოველთვის ზოგი ადამიანი ოჯახში ხშირ შემთხვევაში ვიცი ზუსტად რომ ჭრის და ფესვიანად ნაგავშიარდებს. ეს არის ძალიან დიდი კრიმი. ეს ჩამომიჭერი უცებ ძალიან დიდი კრიმი. ამიტომ წინასწარ მაქვს დაჭრილი ფესვები, რომელიც ვინახავთ ხოლმე დროთა დრო, პერიოდულად გვენახება, ვიგროვდება სამზარეულოში, შეგიძლიათ გაყინოთ, შეგიძლიათ პატარა კუბები გააკეთოთ და მასში გაყინოთ, შეგიძლიათ ნებისმიერ რაღაცა მოახერხოთ და გახსოვთ ის კვერცხის ისინი რო არის ლატოყები, ესე რო იკეტება პლასმასით. ეგ რო კარგად გაარეცხოთ, მაგაში დააგროვოთ და გაყინოთ, შეგექნებოთ მე უკვე ინდივიდუალური პორციები. ნუ აღარ დაგჭირდება ისე გავსვნა, გადმოწვა, ჩაყრით და აგუნდავეთ, შერეული მწვანილი გექნებათ. აიღებთ მაგას და გემრიელად ლამაზად მოიხმართ. ესე იგი ამ თუმში ახლა ჩვენ რას ვიზავთ? ავიღებთ ჩვენ კარტოფილს. ჩემ ოჯახში ცოტა სხვანაირად ჭრიდა ხოლმე დედაჩემი. აი ესე ჭრიდა და მე ამას ჭრიდა ხოლმე ესე. და გამოდიოდა ერთ კარტოფილიდან 3 დიდი ნაჭერი. და ჩაუშვებთ პირველ ძილს. მასთან ერთად ჩაუშვებთ აი რაზეც ვლაპარაკობდი, მწვანილის ძირები, სადაც და ფესვები, სადაც არის გემოვნებისება. ნახეთ რამდენს ვიზავ ახლა. ამას თუ ჩაუშვებ ახლა
ამას დავფარავ ამ ჩემი ხორცით. აუცილებლად ჩანახს უნდა ქონდეს ზვლიანი ნაჭრები. ზვლიან ნაჭრებში არის აი ეს ძვლის ტვინი, რომელიც აძლევს გემოვნურ თვისებას, კერძს, თავისივე ამ წვენითვე, აი ესე ჩავუშვებ ლამაზად. მე ამას ლამაზად ვასწორებ. აი ეს ნახევრად რომ დადუღდა ეს ჩემი დემიგლასი, ეს ღვინის და ხახვის ასე ვთქვათ ფუნქცია. აი ამ პორციას დაახლოებით 1 სუფრის ხორცს ტომატ პასტას ვზავ, მინდა რომ უფრო გავაწითლო. ესეთი მუქი ტონის დემიგლასი გამადის, რომელიც გაამდიდრებს ჩვენს იმას რა ქვია, კერძს. ეხლა ჩვენ გვაქვს აი ესეთი ლამაზი ცოცხალი პომიდორი, კანს ვაცლით და აი ესე უხეშად ორი ცალი სრულიად საკამარისი არის. ნებისმიერი წვეთი, რომელიც გროვდება მომზადების დროს თუ იმის დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის. აგერ აქ შეხედე, როგორ დადუღდა ნახე. აი ეს ჩვენი ძირი დადუღდა, შეიმსო, მოიხალა ტომატ პასტა ამ ღვინოში, ამ ხახში, აი ესე გაამდიდრა გემოვნური თვისება. ამას ახლა კიდევ ერთხელ დავასხავ წყალს, კიდევ ერთხელ მოვადუღებ. ნახევრად დავაშრობ. ამასობაში კარგად გარიცხილი დაფრის ფოთოლი, 3 ცალი საკმარისი არის. ვიქნებით დაფრის ფოთოლს, იმიტომ კერძს რომ მოვჩებით, აუცილებლად უნდა ამოვიღოთ ხოლმე. აქ დაღერული ციცაკას ვუზავთ. აგერ ციცაკა გვაქვს, თავის კანიანად, აი ეს მომწვას ჩაუშვებ, მინდა რომ აი გაუშვას ეს ყვავმის გემოვნური თვისებები. მე ჩვენი ბულგარული ციცაკას ჩაორთ და ამაში და გადმოვიდეთ სამუშაო დაფაზე, რომ ხედავთ სხვა წესით ამას გამდინარე წყლის ქვეშ უნდა ვრეცხავდეთ, თან ვაცლიდეთ აი ამ მოხრეკულ კანს. ოკეი? აბა შევხვდებით. ლამაზად გავასუფთავეთ, ცოტა დაუტოვე, იმიტომ რომ ეს ცოტა დამწვარი კანი როცა აქვს, ეს გემოვნურ თვისებას გააძლევს ჩვენს ბულიონში. ეს ჩვენი მომზადებული ძირი, რომელიც არის, ჩვენ ამას ჩავუშვებთ. ესე იგი, მოვშუშეთ საქონლის ან ხობოს, ან ბატკნის, ან სოკო, ან ქათამი, თქვენზეა დამოკიდებული, რისი მოყვარული ვიხართ. მოვშუშეთ გემრიელად, იმ მოშუშულში მოვიყვანეთ ხახვი, მოვიყვანეთ ღვინო, დემიგლასი გავაკეთეთ, შეგიძლიათ ცოტა კარაქიც იხმაროთ, თუ ძალიან მშრალი არის, ცხიმი თუ აკლია, თუ მარხვაზე ხართ, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო. პილპილი, მარილი, გემოზე მე გავსინჯავთ როგორ არის. დაფრის ფოთოლი, არანაირი სუნელი აქ არ მიდის, ეს ქინძის ძილები, ხახურშიდან იახური ძილები ქვეშიდან ლამაზე ჩაუფინეთ, კარტოფილი დავჭერეთ დიდ ნაჭრებად, ჩაუფინეთ, დავასხეთ, მივასხეთ, მოვუწვით, ჩავთუთქეთ, ნუთუთქეთ, ტაში და მოკლედ. აი ეს ბულგარული ციცაკა, რომელიც ამაქვს, ხო? ამასაც აი ესე უხეშად დავჭრი, ჩაუფენ, წითელსაც, მწვანესაც, არა გაქვს მწვანე, არა გაქვს წითელი, რაც გაქვს, იმით გააკეთებ. არ გიყვეს ბულგარული ციცაკა, შეგიძლიათ საერთოდ არ იხმარო. კი, ნამდვილად უკვე აღარ იქნება ეს ჩანახი, იმიტომ რომ ჩანახს აი ეს ამდიდრებს ეს გემოვნური თვისება. კარგად მოყვანილი ეს ბულგარული ციცაკა. ოკეი. აგერ მწვანე წითელი, ლამაზად. და ბოლოში ზემოდან უკვე მოყვანილი გვაქვს ჩვენ ბადრეჯანი, გახსოვთ რომ მოვიყვანეთ ბადრეჯანი ზემოდან. აი ეს თავისივე ცხიმში შევწვარით, გავფრინთ ამას. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩანახს რომ დავადგავთ, ხო, ცეცხლი უნდა იყოს ძალიან დაბალი და მას ჭირდება დაახლოებით საათი და 20 წუთი გაჩნდა ეს ხორციას. თუ ფრინველი არის ნაკლები, თუ სოკო არის გააჩნია, რა სოკო არის, ასე ბატკანი არის, ნაკლები ჭირდება, თუ ბებერი ძროხა არის, ან ბებერი თხა ან წყარი, რა თქმა უნდა უფრო მეტი დრო ჭირდებათ. მაგრამ აი ეს მე რომ მოვწვი, ის გამეხმარება, რომ ცოტა უფრო მალე მოვიდეს ხორცი. აუცილებლად უნდა ბოლომდე დაიფაროს სითხეთი, ბლომადნიორი, ოკეი, იმიტომ რომ ნიორი ჯერ მაინც ცოტა ახალგაზრდა მეჩვენება,
და ჭირდება იხოს ბევრს და ბოლოში გვაქვს ჩვენ უკვე აი რასაც ვეძახით ქართული სუფლის განუყოფელი წვანილი, ეს არის რეჰანი. აი ძალიან ალყა ესე დიდ ნაჭრებად. ამას დავფარავთ. ქინძის კარგი ჯიშიანი კონა, ესაც აი ესე უხეშად, ხედეთ. კიდე დავამატებ სითხეს, იმიტომ რომ ითხოვს, კი ბატონო. იმიტომ რომ ეს არის ნახევრადწვნიანი და აი ღეც გამოსვლილი პიტრის ფოთლები მაქვს, რომელიც ასევე გაამდიდრებს ჩვენს ჩანავს. და ვინაიდან ამ ხუგის ფორმას ნაკლებად აღწონა სახურავი, ჩვენ შევქმნათ ჩვენი სახურავი ამას. ესე დავტოვებთ დაახლოებით ამ შემთხვევაში 40 წუთი. მოკლედ დაახლოებით 1:40 წუთი გასული არის. ჩვენ ჩანახი ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ნელ-ნელა ესე გემრიელად მოვიდა, ესე ვიტყოდი. აქ იყო წასული არ იყო, მაგრამ მაინც მოვიდა. და მე მინდა რომ ჩაიხედო უბრალოდ როგორი გემრიელი ნახევრადწვნიანი კერძი გამოგვივიდა აქ ჩვენ. ახლა მოვიღოთ კარტოფილის და ხორცის გემრიელად მოსული არის, მაგრამ გადმოვიღებ ამას. ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ ხოლმე, რომ შესაძლოა კარტოფილი ერთი ჯიში არის და ჩასახოხბი და ჩასათუში კარტოფილი კიდე სხვა არის. ღვთაებრივია, მომმართლა. გებრიელი პარაკიანი შემოდგომა შემოძვირფასო მეგობრებო და ალბათ საახალწლო კერძების პერიოდიც რო დადგება ჩვენ ისე კვლავ შევხვდებით. მადლობა თქვენიცით.